დიახ, მას შემდეგ რაც შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს მრავალსაათიანი მასალა და მოიპოვეს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის გალავანი რკინის კონსტრუქცია სავარაუდოდ იყო გადაჭრილი. პოლიტიკოსები ალაპარაკდნენ დანაშაულის პროვოცირებაზე, მაგალითად ეკაბესელია განმარტავს, რომ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა დანაშაულის პრევენცია, ხოლო აქ ვიდეო კადრებიდან ჩანს საპირისპირო ის, რომ სავარაუდოდ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, რადგან კადრები, სადაც ჩანს, რომ რკინის კონსტრუქცია მალევე ირღვევა და ის გადაბმულია მავთულით, ეს გარემოება აჩენს უამრავ კითხვას და ახლა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერტიზა, რომელიც აღნიშნულ კითხვებს პასუხს გასცემს, მათ შორის პოლიტიკოსებს აქვთ იგივე ეკაბესელიას ის ამბობს, რომ ურჩევს დაცვის მხარეს, რომ მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარონ, რომლის პასუხებიც შესაძლოა შემდგომ უკვე გავლენას მოახდენს თავად ბრალდების ფორმაზეც. ეს ეჭვი მაშინვე გაჩნდა, იმდენად იოლად მოხდა იმ სასახლის გალავნის გარღვევა. მე ბევრჯერ შევსულ ვარ იმ სასახლეში, მეზოში, ვიცი ის რამდენად მყარია, ვიცებობს სამართალში პრინციპი ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას პრევენცია მოახდინოს დანაშაულის, ანუ წინასწარ აღკვეთოს თუ იცის რომ რამე ხდება, არათუ ხელი შეუწყოს, არათუ მახე დააგოს, არათუ გარემოებების შექმნას დანაშაულის ჩასადენად. ამიტომ თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მთლიანად იმ სისტემის, პროკურატურას ვალდებულება აქვს, რომ ჩაატაროს ექსპერტიზა, ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩაატარდეს, შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით. დაცვის მხარეს რაც შეეხება, მე ურჩევდი ამას ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, ჩაატარონ საგამოძიებო ექსპერიმენტი, დააყენონ ეს საკითხი, იმიტომ რომ ექსპერტიზა მარტივად დაადგეს, რა მეთოდით იყო ეს გალავანი მოხსნილი. მე პირველად ადვოკატმა მითხრა, ვინც იცავს 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, მათი უფლებადამცველია, რომ მან რამდენჯერმე განმეორებით უყურა იმ კადრებს, სადაც აშკარად დღესავით ნათელი იყო, რომ ეს ღობეები ათონელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს, რომ ფაქტია რაღაცა სუსის ჩარევას და ინფილტრაციას ქონდა ადგილი. მთავარი არის არა მხოლოდ ის კითხვები, რომელიც არის, არამედ რეჟიმი რაზეა წამსვლელი რეპრესიების გასაძლიერებლად და ის, რომ რეჟიმს სჭირდებოდა რეპრესიების გაძლიერება და საბაბი მისი სტანდარტის გაუარესების მიზნით, რა თქმა უნდა, ეს ყველამ ძალიან კარგად ნახეთ უკვე. შესაბამისად, როცა იქნება ალბათ გამოძიება ამ საკითხს იქნება და მთავარი აქ არის ის, რომ არ მოხდა პრევენცია. ახლა საინტერესოა იქნება თუ არა პოლიტიკური ნება, რომ ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერტიზა საპრეზიდენტო რეზიდენციის ჯებირთან დაკავშირებით. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ექსპერტიზა აღნიშნულ კითხვებს პასუხს გასცემდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, მას შემდეგ რაც შაბათის ეთერის საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა ეთერში, ისინი საჯაროდ არ გამოსულან და ამ საკითხს არ გამოხმაურებულა.